დღეს წითელი პარასკევია, ერთ-ერთი უმძიმესი დღე კაცობრიობის ისტორიაში. ამ დღეს როგორც ყველა მეც ვღებავ კვერცხებს ენდროში. მინდა გითხრათ, რომ არავითარ საღებავებს, ხელოვნურ საღებავებს არ ვხმარობ. ხმარობ მხოლოდ და მხოლოდ ენდროს ხახვის ფერფლთან ერთად. ამ ენდროს ვიღებთ რამდენიმე დღით ადრე მიწიდან, გავრეცხავთ, კარგად დავჩეჩქვავთ და ვადუღებთ იქამდე, სანამ ფერს კარგად არ გამოუშვებს. და ამ მდგომარეობაში ვაჩერებ დაახლოებით 1 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ უკვე ვალაგებთ შიგ მარილში, მარილთან ერთად გამოყვანილ კვერცხს, რომელიც მე 1 ღამით მოვათავსე მარილიან წყალში, რათა უფრო მტკიცე ყოფილიყო ნაჭუჭი და შეღების დროს არ დამსკდარიყო. ჩავალაგე კარგად, დავფარე მთლიანად ენდროთი და დავდგი ძალიან ნელ ცეცხლზე შესაღებად. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ალი არ უნდა იყოს ძლიერი, რომ არ დასკდეს კვერცხები შეღებისას. ადუღებიდან დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე გავაჩერე ქვაბში, იმიტომ რომ კარგად შეღებილიყო ნაჭუჭი, რადგან უმეტესობა იყო თეთრი ფერის კვერცხი. შეიღება საოცარ ფრად. გადამაქვს ცივ წყალში, შეღებისთანავე ცივ წყალში, იმიტომ რომ ადვილად გაივწკვნას. ვცდილობ, რომ არ ამოყვეს ხახვის ფერფლი. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ვრეცხავ საგულდაგულოდ. საოცარი სურნელი ტრიალებს ენდროსი, ვერავითარი ქიმიური საღებავი ამას ვერ შეედრება და თვითონ კვერცხსაც აქვს ხოლმე საოცარი გემო და არომატი ენდროს წყალობით. ასე ამოვალაგე, წყალი მაშინვე გაცხელდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო კვერცხი და ცხელ-ცხელი რომ ჩავალაგე, წყალი გაცხელდა. ამისათვის საჭიროა, რომ ხელმეორედ გავრეცხოთ ცივ წყალში. გადამაქვს მეორე თასში, სადაც უკვე გავაციებ კარგად. გამდინარე ცივ წყალში გადამაქვს და ვაციებ ასე.
ბავშვობიდან ძალიან მიყვარს წელიწადის ეს დრო და ეს პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე დღეა, წითელი პარასკევი. მაგრამ მოახლოებული აღდგომა მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ძალიან მიყვარს. ყოველთვის ვემზადები შეძლების დაგვარად. შეიღება საოცარ ფერზე, ცოტა ხანი კიდევ ვადროებ, რომ წყალში კარგად გაცივდეს და ამოვალაგებ წყლიდან. არ უსვავ არანაირ ზეთს, არ მივიჩნევ საჭიროდ გამშრალებულ კვერცხებზე ზეთის გადასმას, ისედაც კარგად გამოიყურება კარგ ფერზე და რაც მთავარია, არის უზომოდ გემრიელი. მინდა გითხრათ, რომ ხელოვნური საღებავებით არასდროს არ შემიღებია, იმიტომ რომ იმ კვერცხს არ ექნება ის ეფექტი, რაც აქვს ენდროთი შეღებილ კვერცხს. აი ესე გავაციებ ბოლომდე და შემდეგ ამოვალაგებ. ეს პროცესი ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სააღდგომო სამზადისი. როგორც პასკების სხობა, ასევე კვერცხების შეღება. მოხდა კიდევ გადაღების დროს მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან თიმუს კურიერმა სხვა გზავნილთან ერთად მომიტანა ასევე სააღდგომო დეკორაცია, რომელიც ძალიან მოუხდა ჩემს სამზადისს. აი ეს გახლავს სააღდგომო დეკორაცია. ძალიან ლამაზი. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, მრავალ აღდგომას დაესწარით. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დააკომენტარეთ და დაალაიქეთ. მომავალ გემრიელობამდე.